ბერლინის შავ სიაში პროტესტის ჩახშობის მცდელობის გამო ხდება გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ დამატებითი სანქციები დაუწესა თანამდებობის პირებს საქართველოდან. ჩვენ არ ვიცით აქ პასუხი კითხვაზე, ვის დაუწესეს სავიზო შეზღუდვა, მაგრამ ვიცით რატომ აუკრძალეს მათ საკუთარ ქვეყანაში შესვლა. დემონსტრანტების დაშინება, დაპატიმრება, ძალადობა. სწორედ ასე წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, წაგიკითხავთ ციტატას. თითქმის 3 თვეა საქართველოს ხალხი დემონსტრაციებს მართავს ევროკავშირში საკუთარი მომავლის მხარდასაჭერად. საქართველოს მმართველების აღებული კურსის წინააღმდეგ. მათ კვლავ პასუხობენ დაშინებით, დაპატიმრებით, ძალადობით. დღეს გერმანიამ დააწესა დამატებითი შეზღუდვები ქვეყანაში შემოსვლაზე ქართველი თანამდებობის პირებისთვის, რომლების პროტესტის ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები, წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამ განცხადებით იკვეთება სამიზნე ზალოვანი ვერტიკალის მიმართ გამოგზავნილი სიგნალია, რაც ნიშნავს, როდესაც ევროკავშირის წამყვანი ქვეყანა ასანქცირებს ოცნების თანამდებობის პირებს. ამაზე ვილაპარაკებთ სტუმართან ერთად. ეს არის ქვეყანა, რომელიც არის ძლიერი ეკონომიკური ლოკომოტივი ცენტრალურ ევროპაში. ბერლინთან თბილისის ურთიერთობები როგორც არასოდეს ახლა ისეთი მწვავეა, რაც გახდა კიდევ წინაპირობა იმისა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლის მომცველი გადახედვის რეჟიმშია. ოცნების ანტიდასალური კამპანიის და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი აქვს შეჩერებული. ეს მაშინ, როცა ამ მიმართულებით სწრაფი პროგრესი იყო შესაძლებელი. ახლა თქვათ, როგორ შეხვდა სანქციებს ქართული ოცნება უკვე დღეს. ერთი შეხედვით მშვიდად, მაგრამ აი ოცნების ერთ-ერთი ახალი სპიკერი მშვენივრად აღწერს ვითარებას, რა მდგომარეობაში ახლა ოცნება ყოველი ახალი სანქციის გამოცხადების დროს არ გვეშინია, არ გვადარდებს, მაგრამ აღმაშფოთებელია. ადამიანები ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ და მათი სიარული ძალიან გავს ერთი კონკრეტული ცხოველის მიერ ბრუნვას და სირგულს ერთსა და იმავე წრეზე. ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ ამ სანქციებს, როდესაც აწესებენ, უნდა გქონდეს მას თავისი შედეგი და ამავდროულად უნდა იყოს დამაშინებელი ეფექტის მქონე და ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით, ვერ ტყვიან და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რისი გაკეთებაც არის ქართული ხალხის ინტერესში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მომდინარეობს ისევ და ისევ იმ ძალებისგან, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია Deep State-ს უწოდებს, ხოლო ჩვენ გლობალური ომის პარტიას. ამის მაგალითებს ვხედავთ ჩვენ ყოველფეხის ნაბიჯზე. ამის მაგალითები არის ბალტიელების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სკანდინაველების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ჩეხეთში მაგალითად ზუსტად ანალოგიურად მოხდა საკითხის განხილვა, ეხლაც შედეგი არის ერთი და იგივე, რომ არც არავის არ აინტერესებს ახლა რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, უბრალოდ ეს არის ყოვლად აღმაშფოთებელი ფაქტი, როდესაც ყველანაირი საფუძვლის გარეშე რაღაც საკითხებზე მსჯელობენ, აფათურებენ თქვენი ხშირხარში შიდა საქმეებში ხელებს და თავი დაანებონ ამ ქმედებებს, იმიტომ რომ ყოველთვის მიიღებენ ჩვენი ქართული ხალხისგან ღირსეულ პასუხს. ქართული ოცნება ცდილობს ასე წარმოაჩინოს, რომ გამოწვევები უკან დარჩა, ახალი სანქციები არ იქნება, მაგრამ ეს იდილია დიდხანს ვერ ნარჩუნდება ხოლმე. აღმოჩნდა, რომ გერმანია ახალი კანცლერის ფრიდრიხ მერცის პირობებშიც გააგრძელებს საქართველოსთან მიმართებით შოლცის პოლიტიკას. გაგახსენებთ, გერმანიამ საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლის მომცველი გადახედვის გადაწყვეტილების პარალელურად გააუქმა ერთობლივი ფორუმი უარი თქვა ღირსეულ პარტნიორში მონაწილეობაზე, ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე. გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა არ გამორიცხა ბერლინის მიერ საქართველოს სამხედრო დახმარების გადახედვას. გერმანიამ პირველად სავიზო შეზღუდვები გამოიყენა 9 პირის წინააღმდეგ, ეს იყო 31 დეკემბერი. მაშინაც არ გასაჯაროვებულა ოფიციალურად სახელები და გვარები, მაგრამ ფორმულას ინფორმაციით ამ სიაში იყო ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაჟა სირაძე, საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე, კრიმპოლის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, მირზა კეზევაძე, გედედედან ლაშა ჯოხაძე, საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე, კახეთის პოლიციის უფროსი ლაშა სალუქვაძე, ვაკე საბურთალოს პოლიციის უფროსი და პარლამენტარი დიმიტრი სამხარაძე. ისი მანიშნებელია ახლა ეს ტაქტიკა. ამ კითხვას ერთგვარი პასუხი გასცა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ. გერმანიის გადაწყვეტილება ძალიან მისასალმებელია, ვინაიდან ევროკავშირის დონეზე სანქციებს ორბანი ბლოკავს. ყველა დარჩენილმა წევრმა სახელმწიფომ ისინი ინდივიდუალურად უნდა დააწესოს. სავიზო შეზღუდვა ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ ეროვნულ დონეზე ევროკავშირის 5 ქვეყანას აქვს უკვე დაწესებული. ესენი არის თქვით უკვე გერმანია, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, ასევე დიდი ბრიტანეთი. სიაში ძირითადად ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პარლამენტარები არიან, ამასთან ფინანსური სანქციის ქვეშ ყავს ამერიკას ბიძინა ივანიშვილი, მაღალჩინოსანი გომელაურის მაღალჩინოსნები გომელაურის უწყებიდან კი არიან მაგნიტსკის სიაში.
ადარდებს თუ არა ოცნება სანქციები. ქართულმა ოცნებამ ზუსტად იცის, რომ მას ამ არჩევნების შემდეგ აქვს ლეგიტიმაციის დეფიციტი, პრობლემა. მისი ერთადერთი მკაფიო მხარდამჭერი ევროკავშირის ქვეყნებში არის უნგრეთი. ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კი ზუსტად ამ ქვეყანაში იმყოფება და კიდევ ერთხელ მიიღო იქ მხარდაჭერა, რომელსაც ევროკავშირის ფასეულობებთან სრული აცდენა აქვს. ევროკავშირი კი მუდმივად ცდილობს იპოვოს გამოსავალი, რომ უნგრეთის გამო არ დაიბლოკოს, მაგალითად უკრაინის მხარდაჭერაც კი. როგორც პიტერ სიიარტომ აღნიშნა, საქართველოს საუკეთესო მაგალითს აჩვენებს იმისა, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო ლიბერალური გლობალური დიქტატურა მთავრობაზე წნეხის განხორციელებას ცდილობდეს. საქართველოს საუკეთესო მაგალითს აჩვენებს იმისა, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო ლიბერალური გლობალური დიქტატურა მთავრობაზე წნეხის განხორციელებას ცდილობდეს, რადგან ქვეყანაში პატრიოტული გრძნობები გააჩნია. ის ეროვნული ინტერესებისთვის გრძნობს წნეხს. ასევე პოლიტიკური სტრატეგია არსებობს იმისთვის, რომ კონსერვატიული და ქრისტიანული იდეები განხორციელდეს ქვეყანაში. მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოდან ჩემი კოლეგა მომეწვია. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისთვის, თუ რამდენად სკანდალურია ორმაგი სტანდარტი მსოფლიოში, რომელიც შემდეგ ფაქტს ეფუძნება. თუ ლიბერალური პარტიები იმარჯვებენ ქვეყანაში. ეს ბრიუსელისთვის იდეალურია. თუ ეროვნული მთავრობა იმარჯვებს, ეს ბრიუსელის მოსაზრებით კრიზისია. ეს აღმაშფოთებელი მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში დონალდ ტრამპმა შეაჩერა, რომელმაც ძალიან მყისიერად და მკაფიოდ განაცხადა, რომ გლობალური დიქტატურა და ლიბერალური ძალები უკვე წარსულს ჩაბარდა. იდეოლოგია შეიცვალა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პოლიტიკას მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ნახოთ, რას მოუტანს საბოლოოდ ივანიშვილს ორბანთან პარტნიორობა. ეს კითხვაა, გაფართოვდება თუ არა სანქციები ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში. სანქციებს ითვალისწინებს მეგობარი აქტი, რომლის განხილვაც დაიწყება 2 დღეში. ამ აქტის თავდაპირველი ინიციატორი რესპუბლიკელი ჯო ულსონია. ის სხვათა შორის დღეს მიესალმა გერმანიის დაწესებულ ახალ შეზღუდვებს, თქვა, რომ ახალი სანქციებიც უნდა მოუყვეს ამას და წინსვლის ერთადერთ გზად ახალი არჩევნები დაასახალა. მეგობარი აქტის სენატში ხელმეორედ ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა წარადგინეს. გახსოვთ, გასულ კვირას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და შიდა არჩევნებში დონალდ ტრამპმა ჯიმ რიშს. ეს სენატორია, ვისაც ხან აფერისტი უწოდეს ოცნების მაღალჩინოსნებმა, ხან დიპ სტეითის წარმომადგენელი. ამ საქმეში მოწინავე იყო კახა კალაძე. ივანიშვილის პარტიის გენერალურმა მდივანმა ამჯერად სენატორები რიში და შაჰინი გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ჩვენი ახმები არ განსაზღვრავს ხო მათი მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და იმ დამოკიდებულებებს, რასაც ხედავთ უკვე ბოლო წლების განმავლობაში. ეს გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით, შაჰინიც, რაშიც, ესენი არიან ადამიანები, ვინც ბოლო წლების განმავლობაში გამოირჩევა ანტიკართული განცხადებებით. ეს ადამიანები პირდაპირ ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. ეს ადამიანები პირდაპირ ცდილობენ, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება, რევოლუცია, დაამხონ საქართველოს ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოიყვანონ მათთვის სასურველი ძალები. ანუ პირდაპირ ვიტყვი აგენტურა. რადგან როდესაც მათ დაჭირდება აგენტურა გამოიყენონ და ქვეყანა გამოიყენონ მათი ინტერესების გასატარებლად. არანაირი მეგობრობა ამ ადამიანების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არ იკვეთება. ეს არის პირდაპირ მტრობა, იმიტომ რომ აღნიშნული დოკუმენტი გაჯერებულია ტყუილით, გაჯერებულია სიცრუით და მცდელობა აქვს, რომ საზოგადოებას ქვეყნის გარეთ დაანახონ აბსოლუტურად განსხვავებული საქართველო. მეგობარი აქტი ერთი მხრივ ოცნების მაღალჩინოსნების დასანქცირებას ითვალისწინებს, მეორე მხრივ კი საქართველოს მხარდაჭერას, თუ კი ქვეყანა დაუბრუნდება დემოკრატიის გზას. მისი განხილვა 27 მარტს არის ჩანიშნული. ამ აქტს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების. რას მიიღებს ოცნება ვაშინგტონიდან და რა ეფექტი ექნება ბერლინის გაფართოებულ სიას დანარჩენი ევროპისთვის? იცით, გერმანიაში მთავრობა იცვლება, მომავალი კანცლერი არის ფრიდრიხ მერცი. მისი საგარეო პოლიტიკა კი ცალსახად არ ემთხვევა იმას, რასაც ისურვებდა ოცნება, მაგალითად ბერლინი არის მოწინავე ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად უკრაინის მხარდაჭერის საკითხში.